თქვენ ახსენეთ ზურაბ ჟვანია და მისი განსხვავებული დამოკიდებულება 2004 წელს მიმდინარე მოვლენების მიმართ. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას დღემდე რაღაცნაირად ბევრ კითხვას ბადებს და შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ რატომღაც მახსოვს, რომ თქვენ რაღაც განცხადებები გაქვთ გაკეთებული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რამე ინფორმაცია ხო არა გაქვთ ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის. თუ არა დავხსნი კითხვას, შეგვიძლია მარტივად დავამთავროთ. მე ვფიქრობ, რომ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ოქროაშვილმა და სააკაშვილმა იციან რეალურად რა მოხდა. გასაგებია, მადლობა ბატონო მიხეილ, თქვენთვის და საზოგადოებისთვის განუმარტ. ჩემთვის აბსოლუტურად იმდენად სიურპრიზები წარიმართა. ზოგადად ოქროაშვილის გარშემო, სააკაშვილის გარშემო, ჯერ ეს დაპირისპირება 2007 წელს, შემდეგ იმდენად რომანტიკში გადავიდა მათი ურთიერთობა რაღაცა დღეს ფაქტობრივად ისევ ოქროაშვილმა ფაქტობრივად სინამდვილე გამოთქვა და გაამართლა სააკაშვილს, რომ მე დამიჭირავ და დაბრუნდა ამით, რომ დამიჭირა აბსოლუტურად სწორად მოიქცავა და მე გადავამოლაშე ეს ყველაფერი და დაბრუნდა თავისი თქვით დიდ ოჯახში. დღეს ისინი ერთად ასე ვთქვათ მოკავშირეები არიან. ეს ყველაფერი უკვე წარსულში დიდ კითხვის ნიშანს აჩენს. ის 2007 წელს დიდი ალბათობით შესაძლებელია ურთიერთ შეთანხმებითაც წამოიწეს ეს ასე ვთქვათ ქვეყანაში ეს ქაოსი სრულიად მნიშვნელობით, რომელმაც არაერთი ადამიანის ასე ვთქვათ სიცოცხლე შეიწია და უბედურება მოიტანა. აი ეს მინდოდა უბრალოდ მეცვა.